მოგესალმებით, ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით მწვანე რჩევები. როგორც ყოველთვის დღესაც ძალიან საინტერესო თემით შემოგვიერთდა ქეთევან ჯანხოთელი. დღეს ვისაუბრებთ გიორგი ლეონიძის შემოქმედებაზე და თუ რა როლი ეკავა მცენარეებს მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. ქეთი, დიდი მადლობა მოსვლისთვის, ამ თემისთვის. მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა და რაც შეეხება ზოგადად ქართულ მწერლებს, პროზაიკოსებს და არა მარტო პროზაიკოსებს, პოეტებს, მართლაც მცენარეებს ძალიან დიდი როლი ეკავათ არა მარტო შემოქმედებაში, ცხოვრებაში და რაც შეეხება გიორგი ლეონიძეს, იმდენად საინტერესოა ეს თემა, რომ მე ვფიქრობ, შეიძლება ერთი გადაცემაც არ გვეყოს ამაზე სასაუბროდ. დავიწყოთ, გისმენთ. მოგესალმებით. მართალი ბრძანეთ ძალიან დიდი როლი აქვს მცენარეებს და მით უმეტეს გოგლა ლეონიძის შემოქმედებაში ისინი ძალიან ლამაზად არის წარმოჩენილი, აქვს როგორც გადატანითი ალეგორიული მნიშვნელობები, ასევე პირდაპირ მნიშვნელობით მოიხსენიებს ის მცენარეებს. ჩვენ წინა გადაცემა მქონდა მისგვნელი ცისფერყანწელებზე და გოგლა ლეონიძე რაღაც პერიოდის მანძილზე მათი გილდიის, ასე ვთქვათ, წევრი იყო და მან სცადა თავისი შემოქმედების დასაწყისში აი სიმბოლიზმისთვისაც მოესინჯა კბილი, ასე ვთქვათ. და თუ შემოქმედებას ესე ქრონოლოგიურად მივყვებით, სანამ მცენარეებამდე მივალთ, არ გავწბილდებით და ნახავთ, რომ მცენარით იწყება სწორედ მისი შემოქმედება და ეს არის 1907 წლის სექტემბერში, ზუსტად იმ დღეს, როდესაც ის დედამ ჩამოიყვანა თბილისში, ბავშვი დატოვა სახლში, მოაწესრიგა და წავიდა ილია ჭავჭავაძის დააკრძალვაზე. იქ ნახა ესეთი კადრი, იქიდან დაბრუნებულმა მოუყვა პატარა გოგლას, 7-8 წლის გოგლას, რომ ილია ჭავჭავაძეს ნატყვიარ შუბლზე მუხის ფოთოლი ჰქონდა დაფარებული. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პატარა გოგლაზე და პირველი ლექსის მსგავსი რაღაცა რითმა ამ მოვლენას ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა და აი თითქოს საფუძველი ჩაეყარა მის აი ამ პოეტურ აღმასვლას. შემდეგ ეტაპზე ის უკვე ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში და აგრძელებს აი ამ პოეტურ გამოვლინებებს. 1911 წელს 1913-14 წლის მოკლედ როცა იყო იმ პერიოდში ის აარსებს თავის პატარა ესე იგი გამომცემლობას, ესე იგი რედაქტორობს თავის პატარა ჟურნალს და სწორედ ამ ჟურნალით ფელეტონით გებულობენ ცისფერყანწელები მის შესახებ. უკვე თბილისში გადმოსული ცისფერყანწელები, იმიტომ რომ ისინი მანამდე ქუთაისში მოღვაწეობდნენ. და აი აქედან ისინი დამეგობრდნენ და უკვე რაღაცა ეს შექმნეს ერთობა, რომელიც მთელი ცხოვრება გაგრძელდა, სადამდეც მოკლედ ისინი ცოცხლობდნენ. მოდი ახლა პირდაპირ დავიწყოთ დახასიათება გოგლა ლეონიძის, უფრო რომ დავყოთ ეს დიდი მასალა, რომ უფრო ლაკონურად მოგაწოდოთ, განვიხილოთ ის როგორც პირადად მეურნე და როგორც ავტორი ნაწარმოებების. ის დაიბადა კახეთში, პატარძეულში და იქაური სოფლის, ესე იგი, ხეები, ბუჩქები, იქაური ბუნება მთელი ცხოვრება, როგორც სხვა პოეტებს და მწერლებს, მასაც გამოჰყვა და მთელი ცხოვრება რო უძღვნიდა ლექსებს ამ თავის, ესე იგი, სამშობლოს, თავის სოფელს, სულ იხსენებდა, მახსოვს ის ხეები, ძალიან ლამაზად იხსენებდა ამ ყველაფერს. და განსაკუთრებით გამოყოფდა დედის თუთას, რომელიც გამოფუღრული იყო, ძველი იყო, გადაბერებული იყო, მაგრამ დიდი სიყვარულით მოიხსენიებდა. მას თბილისში, როდესაც დასახლდა, შემდეგ უკვე წლების მანძილზე ჰქონდა აგარაკი წყნეთში, რომელსაც პატრონობდა და რომელიც ძალიან დიდ შთაგონებას აძლევდა მას და იქ წერდა თავის ნაწარმოებებს, თავის ლექსებს და
აი ამ იქაური ბუნებით მოკლედ იხიბლებოდა ასევე და წყნეთში მას ჰქონდა მოწყობილი მუხების პატარა ესე იგი კუთხე დიდი მუხების პატარა კუთხე სადაც მისულ სტუმრებს პირველ რიგში მიიყვანდა ხოლმე ეს მუხები იმდენად საინტერესო არ არის რამდენადაც ის რომ ის იყო გამოძახილი ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმისა როგორც ვიცით გოგლა ლეონიძემ საფუძველი ჩაუყარა და დაარსა ილიას სახლ-მუზეუმი საგურამოში, მანამდე ის ჩვეულებრივ საცხოვრებლად ნარჩუნდებოდა და მან ჩაუყარა საფუძველი ამას და იქ როგორც ჩვენ ადრე გადაცემაშიც განვიხილეთ, იყო ჭადარ ილიას დარგული ჭადარი, ილიას მუხა და სწორედ იმ ილიას მუხის სიყვარულით შექმნა თავის ეზოშიც აი ეს მუხები და აი იქ ძალიან დიდი სიყვარულით ღებულობდა აი ამ სტუმრებს, მასთან მისულ სტუმრებს. ეხლა რაც შეეხება მის პოეტურ და სამწერლო ნაწარმოებებში გაბნეულ მცენარეებს. თავიდანვე ვთქვათ ის რომ ის იყო პოეტი სიცოცხლის ბოლოსკენ უკვე 62 წლის ასაკში 66-ის გარდაიცვალა და 69-ის გარდაიცვალა და 62 წლის ასაკში მან დაწერა მისი ერთადერთი პროზაული ნაწარმოებების კრებული ნატურის ხე. სწორედ ამითი დავიწყოთ მიმოხილვა და აი აქ არის ულამაზესად მოხსენიებული ეს მცენარეები და თემატურად შევეცა და ჩავამეყალიბებინა. პირველ რიგში თვითონ სათაურით არის ნატურის ხე და სიმბოლური სათაურია და მასში მოცულია ესე იგი რამდენიმე მოთხრობა სხვადასხვა სათაურებით და ასევე მოთხრობა ნატურის ხეც. და აქ ეს ციკლი იწყება, ეს მოთხრობები იწყება ასეთი მოთხრობით მშობლიურ ხეთა ჩრდილებში. და აი ძალიან ლამაზად გამოთქვამს, წარმოთქვამს და გადმოგცემს ის როგორი დამოკიდებულება აქვს თავისი სათქმელის მიმართ. ეს მოთხრობების ციკლი მის ბავშვობას, მის ბიოგრაფიულ რაღაცა მომენტებს მოიცავს და ნახეთ როგორ ამბობს ის თავად ამის შესახებ. კი არ უნდა ვწერდე, ყვავილებით უნდა ვწნავდე, ჩემი სოფლის ყვავილებით უნდა ვქსოვდე ამ წიგნის კაბადონებს. ყვავილებით უნდა გამოთქვაო და გამოთქვამს კიდევაც. თავის ბავშვობაზე ნახეთ რა ლამაზ სიტყვებს ამბობს, როცა ჩვენც ნუშებივით ყვაოდით, როცა ფეხქვეშ მიწა გრიალებდა. აი რაღაც ნუშებივით აყვავებული ახალგაზრდობას აი ამას ადრის და ასევე იხსენებს ის თავის სოფელ პატერძეულში, ესე იგი მის აკვანს, ნახეთ, ახსენებს პირდაპირ მასალაზე მიგვითითებს, აი როგორ და ძალიან საინტერესოა ეს როგორც არტეფაქტი, როგორც რაღაცა ხელობის რაღაც მიმართულება რა მასალებს მოიცავდა, თუნდაც ამ მიმართულებით. ჩემი აკვანი ლექსი პატარძეულში, ჩემი აკვანი წნორის ტოტისა იქა ყოფილა გადარწეული და მეორე მომენტში მახსოვს ეზოში დიდი ფშატის ხე სიბერისაგან გადაქცეული. აი ამ ფშატის ხეს ის შემდეგ მოთხრობებშიც ახსენებს. ისევ დაუბრუნდეთ ნატურის ხეს და ძალიან სახასიათოდ აქვს მას გამოკვეთილი ხეები, ცალკე აღებული ხეები და პირდაპირ რამოდენიმე ვარიანტს გვთავაზობს. ერთი არის ის თავად ნატურის ხე და ახასიათებს, ნახეთ, ეს ნატურის ხე არის ალეგორია რაღაცა მიუწვდომელი ცრუ ოცნების, აი ცრუ იმედის, რომელსაც ადამიანი ამაოდ მიუძღვნის ცხოვრებას. და ნახეთ ახასიათებს კიდევაც როგორ ქონდა ელიოს წარმოდგენილი ეს ხე. ახლა გულში ჩაედო ხერევანდის ხისა, ანუ ნატურის ხის ნახვა და მისი ნაყოფის ჭამა უნდოდაო. და ის ხე თურმე ერთ საათში კიდეც აყვავდება, კიდეც ნაყოფს მოისხამს, თუ მისი ნაყოფი ხელთ იგდე, ერთი გაკვნეტა და მორჩა სიხერებე თავს განებებსო. სამწუხარო ვიცით ჩვენ როგორ თავდება ეს ნაწარმოები და სამწუხაროდ ამაო ესე იგი ოცნების მადევარი ადამიანი ესე იგი ეწირება კიდევაც ამ ოცნებას. კიდევ ერთი ძალიან სახასიათო ხე აქვს მას აღწერილი შემდეგ ნაწარმოებში, ეს არის ჩვენი ჭერამი. და აქ უკვე იცით როგორი ხეა მისი, როგორც გითხარით, ბიოგრაფიული მომენტებია, ანუ რეალობა აქვს გადმოტანილი მხატვრულად ნაწარმოებებში და
აი ეს ნაწარმოები ეხება იმ პერიოდს, როდესაც კახეთში რკინის გზა გაყავთ და მუშახელი იმ დიდი ტექნიკის და დღეს არსებული ტექნიკის იმ პერიოდში არ არსებობის გამო მუშებს თავისი ცოცხალი ძალის გამოყენება უწევთ და ხელით ებრძვიან ამ დიდ საქმეს და მათი ცუდ პირობებში არიან, ავადდებიან იქ ჭალებში არსებული მალარიით თუ რა დაავადებებით შეიძლებოდა მან იქ გავრცელებულიყო და მათი ერთადერთი შვება იყო ესე იგი ვენახების ბოლოში გაშენებული ხეხილით ესე იგი დანაყრება და მოცემულია ესე იგი ფრაგმენტი რომ სოფელში ყველა მოსახლეს მოუწია ამ ხეების გაყიდვა ჩარჩვაჭრებზე რომ მათ შემდეგ გადაეყიდათ ამ მუშახელისთვის და გოგლა ლეონიძე აი ესეც რაღაცას გვიყვება რომ მე მხოლოდ მე ვიყავიო ბავშვებიდან ერთადერთი ვისაც ჰქონდა თავისი ხე იმიტომ რომ ყველა ბავშვს უკვე გაუყიდეს ის ხე მშობლებმა ძალით თუ ნებით მაინც იყიდეს უასე მითითებული და ერთხელაც გოგა ჩადის და ჩაყავს თავისი მეგობრები, როგორი მის ხასიათზეც მეტყოლებს და მშობლის ხასიათზეც. ნახეთ, ჩაყავს თავისი მეგობრები და სულ ეუბნება, რომ აი მიდით და დაარხიეთ ხე, მიიღეთ ეს ნაყოფი, ჭამეთ, იგემეთ და ჩაიტკბარუნეთ პირო და ჩადის ჩაყავს თელი სოფლის ბავშვები დაპატიჟებული ყავს და უცებ ხედავს რომ ჩარჩი ვაჭარი კრებს მის ხეს და მას აეგრძალა ამ ხის ნაყოფის მიღება და დედამ რა უთხრა ნახეთ როგორი აღმზრდელობითი და გონიერი ქალია რომ დედამ უთხრა რომ არ ვარგა რომ მხოლოდ შენ კონდეს ხილის ხე და სხვა ბავშვები ისე გიყურავთ მიუხედავად იმისა რომ ის პატიჟებდა იმ ბავშვებს და ის ფული აღებული ფულიც მას მისცა რაიმე საინტერესო წიგს იყიდიო და შემდეგ გოგლა ამბობს რომ მე მართლაც ვიყიდე 1-2 წიგნი მაგრამ შემდეგ ის წიგნებიც და მათი ავტორებიც შევიძულეო ნახეთ აი ეს ხე ეს ჭერმის ხე იყო ის რეალური ოცნება კი არა ის რეალობა იყო რომელიც გაუწბილდა რომელიც წართვეს და აი ამ ხით გვაჩვენებს უკვე საპირისპიროს ნატურის ხისგან განსხვავებას უკვე წართმეულ იმედს ნახეთ შემდეგი ძალიან საინტერესო ფრაგმენტი რაც შეგვიძლია განვიხილოთ და თვითონ ნაწარმოები მოთხრობა ნატრის ხე. რა თქმა უნდა, ყველას გვახსოვს იქ როგორ ვითარდება მოვლენები და კინოფილმიც არსებობს, ხო? სადაც მთელი ამ ნაწარმოების გმირები, ასე თუ ისე თავმოყრილი არიან თავისი ხასიათებით და იქ გვაქვს ესეთი ძალიან საინტერესო დასაწყისი და დასასრული. თითქოს აი მართლა იცოდა რომ და გეგმავთ სხვათა შორის თვითონვე გადასცა რეჟისორს აი ამ სცენარად აი ეს მოთხრობების კრებული და ნახეთ იწყება ბროწეულის ხით და მთავრდება. აი თითქოს მართლა ფილმზე გათვლილი კადრია. ბროწეულით იწყება და ბროწეულით მთავრდება და ეს ბროწეულის ულამაზესი ხე მარიტას პროტოტიპია. რაღაცნაირად აი მის სიცოცხლეს და სილამაზეს უსვამს ხაზს. არ გეგონოთ რომ მარტო ესეთი გულის დამწყვეტი და რაღაცა ისეთი სევდიანი ფრაგმენტები იყოს საკმაოდ ისეთ სასოფლო, საჭირბოროტო საკითხებსაც ეხება სხვადასხვა ნაწარმოებებში და ის ყოფა ცხოვრებაშიც დიდი როლი ეკავა კი, ყოფა ცხოვრებაშიც და რა თქმა უნდა ეს გადმოაქვს ნაწარმოებებში და მინდა ესე იგი ორი ასეთი ფრაგმენტი მოვინიშნე ეს არის ჩირიკი და ჩიკოტელაში აღწერილი აი ეს მიწის გაყოფის თემა რომელიც ამ ნაწარმოების მთავარი იდეაა რომ აი ამის გამო ჩიკოტელა ჩირიკს მტრობდა და ასევე ნიშარძეულის წყალი ეს მოთხრობის სახელწოდება სადაც ესე იგი პერსონაჟი ფორე მთელს ცხოვრებას მიუძღვნის იმაზე ფიქრს და სხვათა შორის პრაქტიკულადაც რაღაც რასაც შეძლებს განახორციელებს რომ თავისი სოფელი ნიშარძეული წყალი თავის სოფელში გადმოიტანოს და მორწყას გაუდაბურებულ ესე იგი ტერიტორიები, ბაღები, ეზოები და წარმოიდგენს კიდევაც როგორი საჭიროა ეს ყველაფერი ამ მისი სოფლისთვის და ისი აღესრულება რომ ამას ვერ შეძლებს თუმცა მერე იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს რომ ნაწარმოების ბოლო ფრაზა ვგებულობთ რომ აი წელსღა გაკეთდა და შესრულდა ეს საქმეო და ჩირიკი და ჩიკოტელას დაუბრუნდეთ ძალიან სახალისოდ არის აქ მოცემული ერთი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი
თემა. ჩვენ ვიცით, რომ აი სანამ ლანდშაფტის დიზაინს შეუდგები, უნდა დამკვეთმა მოქცეს წითელი ხაზების. ანუ ის ნახაზი და ის ნიშნულოვანი დოკუმენტი, რასაც ქვია საზღვრები, მესაკუთრეობის საზღვრები. სწორედ ეს საკითხი ძალიან ესეთი არა კონკრეტული ყოფილა და ძალიან ესეთი საკითხვის ნიშნის ქვეშ ყოფილა დაყენებული. მოკლედ ესეთი რამე შეგვიძლია ამოვიკითხოთ. ესე იგი ჩიკოტელა ჩირიკს მტრობს, იმიტომ რომ მგონია რომ ჩირიკი ღამობით მიწას ართმევს და ესე იგი გადაკიდებულია და რას იშველებს ესე იგი დამხმარე მის გასამართლებლად საბუთი და ამ საბუთშიც ეწერა რომ ნასყიდობის სიგელში კი მართლაც ეწერა მამულის საზღვრები ზეით რუის პირზე ორი ვერხვია სამზღვარი ის არის ქვეით პატარა მუხა ქვემოთ კიდევ დიდი ნიგზები იმას ქვევით სამი ტოტი თუთის ძირია სამზღვრები ეს არის ამის ჩამოსწორ წყლის პირას კიდევ ორი ვერხვია ტყუბადო მოდი ახლა და იპოვე 200 წლის მერე ის მაშინდელი ორი ვერხვი ის პატარა მუხა ის დიდი ნიგზები ის თუთის ძირები და ის ტყუპი ვერხვი მათი მტვერიც კი აღარ იყო ამ ქვეყნად სიგელი ხომ მეფე ერეკლე მეფის დროს იყო დაწერილი და აი ეს საკითხია სწორედ ის რომელსაც ხაზი გაუსვა და ძალიან მენიშნა რომ ეს ამომეწერა. იმდენად საინტერესოდ საუბრობთ და კიდე სხვა თვალით დაგვანახებთ აი თუნდაც მცენარეების როლს ლეონიძის შემოქმედებაში რა თქმა უნდა არ მეგულება ადამიანი ვინც არ იცნობს მის შემოქმედებას მის პოეზიას მაგრამ მაინც რაღაც მნიშვნელოვან აქცენტებს აკეთებთ თუნდაც რაზეც ყურადღება არ გაგვიმახვილებია და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. გისმენთ. კიდევ ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რაზეც აი მშვიდობაზე მოკლედ და ეს ვიცით რომ როგორი ომგამოვლილი ადამიანის ესე იგი გონების შემოქმედებას განვიხილავთ ახლა ჩვენ და ვინ თუ არა მან იცოდა რა ფასი ქონდა მშვიდობას და სიცოცხლის ბოლოსკენ როდესაც ის ჩავარდნილი იყო ლოგინად ის მასთან სანახავად მისულ ესე იგი პარტიის მუშაკსაც კი გაუბედავს და ეტყვის რომ ესე იგი მოსაკითხად ის თავაზობს რა მოგიტანო რითი გაგი შეგიმსუბუქა ეს ავადმყოფობა და ისეუბნება რომ ესე იგი შენ არ იცი მე რამე და მე საქართველოს დამოუკიდებლობა მინდაო და ამას კი ვერ მოგართმევთო ასე უპასუხა და მაშინვე დატოვა ესე იგი მისი პალატა. აი ასეთ რაღაცებს ბედავდა საჭირო მომენტში შეეძლო ამის თქმა და ჩვენ კარგად ვიცით და ვახსენეთ კიდევაც რომ ის იყო ძალიან კარგი მეგობარი ცისფერყანწელების და არა მარტო აი ეს მეგობრობა მას ძმაც კი დაუხრიტეს წითლებმა ასე ვთქვათ, მაგრამ ნახეთ როგორ მოუწია მას მაინც რაღაცნაირად მათთან თანამშრომლობა კი არა, თითქოს თავისი შემოქმედებით ჩაუსაფრდა და რაღაცას მათთვის სასიამოვნოსაც აკეთებდა, მაგრამ ისეთ ნიჭს იმაში არდებდა. ყოველთვის ეტყობა, როდის არის აი რაღაცნაირად იძულებით დაწერილი მისი სიმბოლურიც არის აი ამაზე საუბარი დღეს 25 თებერვალია ოკუპაციის დღე და ძალიან დიდი მადლობა რომ ეს აქცენტიც გააკეთეთ. დიახ და მას ძალიან ეძვირფასებოდა საქართველოს და მისი შემოქმედების დასაწყისიდან ბოლო წუთამდე ის საქართველოს გულშემატკივარი იყო მიუხედავად იმისა რომ რაღაც პერიოდი გულზე ამ საბჭოთა სიმბოლიკის პატარა ნიშნულსაც ატარებდა მაგრამ ნახეთ ნამდვილად ღირდა ხო ამის გაკეთება თუნდაც იმიტომ რომ ასე ნაწარმოებებში გაებნია და ჩაეტოვებინა ჩვენთვის ანდერძი რომ აი ის ძალიან მწარია ის ომი ის ძმის გარდაცვალება მეგობრების დახოცვა და ამ მხრივ განსაკუთრებულად მინდა მან აი ესეთი ნაწარმოები დეიდა მაიკო მის დეიდაზეა საუბარი ესეთი ნაწარმოები დაგვიტოვა აქ პერსონაჟი
მთავარი პერსონაჟი დეიდა მაიკო არის ახალგაზრდა ქვრივი, რომელიც შვილებს ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს სიმდიდრე, აი დაქვრივებული ქალია, ის სიცოცხლის სიყვარულს არ კარგავს. ეფერება და ეს სიყვარულება თითოეულ ხეს და ფოთოლს. და ნახეთ, აი როგორ იწყება მისი დახასიათება. აყვავებულ ვაშლის ხის ქვეშ ახალგაზრდა ქვრივი დედა ეალერსებოდა ყრმას, რომელსაც აბრეშუმებით ხვეულ კულებში ნიავისაგან მონაბერი ვაშლის ყვავილის თეთრი ფერფლები ჩარჩენოდა. ეს ლამაზად იწყება და შემდეგ აი როგორ მიმობნეულია, ესე იგი, როგორი მოსაფერებელი სიტყვები აქვს ამ ადამიანს მისი შვილისთვის, მისი დიშვილისთვის, მისი გარშემომყოფებისთვის. მშვენიერო, სასურველო, ტკბილო და საყვარელო, აიშე კამკამას ხივით გაზრდილო, იტყოდა და მოეხვეოდა ფანჯარასთან მდგომ წითელ ვარდს და წყალს დააბკურებდა. ხო ჩვეულებრივ მორწყვაზია საუბარი და რაღაცა აი როგორი სიყვარული ჯერ მიალერსებოდა და ძალიან სიფრთხილით მოეკიდებოდა და წყალსაც დაუსხამდა. გოგლა იხსენებს, რომ მე მეუბნებოდ, მე სულ წიგნებს ვკითხულობდიო, კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდათ მათ მამის და დედისგან გადმოცემული და ნახეთ, კარგად გახსნილი ყვავილი გეძახის. ესე იგი, მოშორდი მაგ წიგნებს, გადი გარეთ, ესე იგი, კარგ გახსნილი ყვავილი გეძახისო. ნიავსა და ყვავილს მეგობარი ასეთი იყო დეიდა მაიკო, ნიავისა და ყვავილების მეგობარი და მათი თანამზრახველი. ნახეთ, აბა შეხედე, მართლა და სასწაული არ არის ეს აყვავებული, აბრიალებული ხეები, თამარის ოქროს დალალი და ეს გადაფეთქილი ატამი, განა ერთი არ არის და ვიცით ჩვენ თამარი როგორი ამაღლებული რამ არის ქართველებისთვის და იმას ადრის. მაგრამ ნახეთ, აი უცებ იცვლება, სად დაფასდება უცებ ეს სიმშვიდე და ეს ჰარმონია ადამიანის, აი თუნდაც დაქვრივებული ქალი ეს განწყობა და გულის სილაღე. ნახეთ, მოდის სტუმარი და დეიდა მაიკო ამბობს, ნახეთ, სტუმრები მოდიანო და ერთიც არ შეხედეს ჩემს ღობეზე აყვავებულ ყვავილსო. და მართლაც აღმოჩნდება, რომ მათ მართლაც არ აქვთ, აი როდის თითქოს ალეგორიაა, რომ როდის შეიძლება ყვავილიც ვერ შეამჩნიო, როდესაც რაღაცა გაწუხებს, ხო? და ნახეთ, მართლაც ამ სტუმრებმა მოუტანეს მას ამბავი, რომ სამამულო ომი დაიწყო, მსოფლიო ომი დაიწყო. და მას შემდეგ უკვე როგორ ნელ-ნელა კვდება ეს ადამიანი და როგორ გადადის მისი, ესე იგი, მისი ეს კონცენტრირება ყვავილებზე, ბუნებაზე და სილამაზეზე, როგორ იკლებს ნელ-ნელა და მისი ვარდით აყვავებული ოზეც უკვე მოსჩანდა ნატიალევი, ნაოხარი და წალეკილი და ნახეთ, პირველი რას ემშვიდობება აი ამ ომის გამოცხადების მერე მშვიდობით ყვავილებო, ჩიტებო, სისხლით მოისრება მიწის პირი, კვნესით აივსება ცის სიმაღლე, გაქრება მზისობა, მწვანიანობა, გაშავდება სახედველი. და მართლაც საბოლოო ჯამში, მოკლედ ეს ადამიანი დეიდა მაიკო ისე მილევს თავის წუთის სოფელს, რომ ბოლოს მარტო ჩიტებს გაუდებს ქართული ტრადიციის მიხედვით ჩიტებს ზამთარში ფაფით კვებავდნენ ხოლმე და მარტო იმას გაუდებს და არავითარ ინტერესი ჩაუქრა მოკლედ აი ამ მცენარეების და ყვავილების და ბუნების სილამაზეების მიმართ. და აი კიდევ ერთხელ პირადად ჩემთვის დაფასდა, რომ თუნდაც ამ პერსონაჟის სხვას რომ არაფერს შეხედო, თუნდაც ამ პერსონაჟის მაგალითზე რამხელაფასი აქვს მშვიდობას და როგორი საშინელება შეიძლება მოიტანოს პირადად რომელიმე ადამიანისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის ომმა და უბედურებამ. და კეთი ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა. ცოტა დრო დაგვრჩა და მაშინ მე კიდევ ერთ ძალიან მოკლედ განვიხილავ კიდევ ერთ მის ლექსს და ეს არის ლექსი ოლე, სადაც მინდა გავმარტო ჯერ ეს რას ნიშნავს ოლე. ეს არის მარტო ხე ან ბუჩქი, რომელიც საჩრდილობლად არის დატოვებული და ასევე არის პატარა ტყე მინდორში ან მინდვრის პირად. ეს ლექსი ოლე საქართველოს აღნიშნავს, ზოგი მკვლევარი კი მიიჩნევს, რომ ეს არის პოეტის ლექსით გამოთქმული ავტოპორტრეტი. პატარა ფრაზას წაგიკითხავთ და ამითი დავასრულოთ. შენ ლიახვის კლდეზე დგეხარ ძველი მოსასხამით, ოლე მარტო ხეო, დღითა და ღამით, შიგნიდანვე გამომწვარო მარტოობის შხამით, შიგნიდანვე გაბზარულო, გახეთქილო კეცად, ხე
ბრუნდევდა ხე მართალო ხეო ერთი ბეწვა. ძალიან დიდი მადლობა ქეთი აი ესეთი საინტერესო საუბრისთვის და მსმენელს და მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ რომ დღეს ჩვენი გადაცემის თემა იყო მცენარეები გოგლა ლეონიძის შემოქმედებაში. მადლობა და დროებით მე მალე დაგიბრუნდებით.